გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის და ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. 2 წლიან ჭრილში რეფინანსირების განაკვეთმა პირველად განიცადა ცვლილება და 0.25% პუნქტით გაიზარდა. შედეგად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ია. ამასთან სების გადაწყვეტილებით ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა გლობალური ფინანსური პირობების ზომიერი გამკაცრება გამოიწვია უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედაზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დაბრუნდა და 5% პუნქტით 20%-მდე შემცირდა. არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი კი 750,000-დან მილიონ ლარამდე გაიზარდა. ცვლილებები ძალაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შევა. რამ განაპირობა აღნიშნული გადაწყვეტილებების აუცილებლობა, როგორია ქვეყნის ცენტრალური ბანკის არგუმენტები და რა შედეგებს ელისების ცვლილებების კვალდაკვალ, ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილია დეტალებით ბიზნეს პარტნიორის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო დავით. მადლობა სტუმრობისთვის და დავიწყოთ რა თქმა უნდა რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებით, რადგან 2 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეფინანსირების განაკვეთმა განიცადა ცვლილება. რა არის მთავარი მიზეზები და არგუმენტები აღნიშნული გადაწყვეტილების, რომ გითხრათ და რამდენად პროგნოზირებადი იყო ბაზრისთვის ეს? ჩვენ ეს უკვე შეგხვდათ რომ მეორე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი იყო მას შემდეგ რაც ხედავთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და პრინციპში კომიტეტისგან განსხვავებით ახლა უკვე დავინახეთ რომ კონფლიქტი მოსალოდნელზე დიდხანს გრძელდება და ნავთობის ფასებზე მაგალითად მის ეფექტები უკვე ასახულია. ამას ხედავთ მათ შორის ქართულ ბაზარზეც ხო ბენზინი გაძვირებულია. ცხადია ამის საპასუხოდ ეროვნულ ბანკს არ შეუძლია რომ ის ინსტრუმენტი ამოქმედოს რაც ამ თქო ნავთობის ფასში ამცირებს, თუმცა ხედავთ რომ არის გაზრდილი რისკები რომ ამან ასე თქო მეორადი ეფექტები მოგვცეს და უკვე აისახოს მოლოდინებში რომ ადგილობრივ ბაზრის მოსთამაშეებსაც გაუშვათ მოლოდინი რომ მათი პროდუქტებიც ანალოგიურად შეიძლება გაძვირდეს. ამიტომ ეროვნული ბანკის ეს გამკაცრება 0.25% პუნქტით ასახავს სწორედ ჩვენ მიზანს რომ როგორმე გავლენა ვიქონიოთ პოტენციურად მეორად ეფექტებზე და ასევე გაზრდილი ინფლაციურ მოლოდინებზე. ანუ ეს არის ასე ვთქვათ წინსწრები ნაბიჯი პროაქტიული გადაწყვეტილება რომ ასეთი მოლოდინები შევარბილოთ და ველოდებით კიდეც რომ ჩვენი გადაწყვეტილების შედეგად და ზოგადად ჩვენი პოლიტიკის შედეგად მას შემდეგ რაც ეს ნავთობის შოკი მიიწურება უკვე მომდევნო წლისთვის ინფლაცია თავის მიზნობრივ მაჩვენებელს 3%-ს დაუბრუნდება. კი ბატონო, გადავიდეთ ახლა შემდეგ გადაწყვეტილებაზე. ეს არის უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნის 5%-ით შემცირება, რეალურად დაბრუნება იმ მაჩვენებელზე, რაც იყო აღნიშნული მაჩვენებლის გაზრდის გადაწყვეტილების მიღებამდე. მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, თუ რაზეა მიმართული, საინტერესოა რას ცვლის, ანუ რას ნიშნავს ეს ცვლილება, რომ გითხრათ და რამ განაპირობა ასევე ვსვათ რომ განგვიმარტოთ. ჩვენ ეს გაზრდა 2024 წლის ბოლოს განახორციელდა და მაშინ გასვოთ ალბათ სიტუაცია, ვთქვათ, სავალუტო ბაზრის მდგომარეობა იყო ასეთი, რომ ჩვენ ქონდა ზეწოლა გაცვლით კურსზე, ეროვნულ ბანკს განახორციელა ინტერვენციები, დოლარი მივაწოდეთ იმ დროს ბაზარზე და ამან ასე ვთქვათ ჭარბი დოლარის ლიკვიდობა განაპირობა საბანკო სექტორში და იყო რისკი, რომ ეს ჭარბი ლიკვიდობა გაცემულიყო ამ სასხებლებზე სასხის სახით, რაც გაზრდიდა დოლარიზაციას. ამის საპასუხოდ განახორციელეთ მაშინ ეს გადაწყვეტილება. ახლა გვაქვს შებრუნებული სიტუაცია, ეროვნული ბანკი ყიდულობს დოლარს ჩვენ რეზერვები შევიცეთ ბოლო თვეების განმავლობაში და ეს პროცესი გრძელდება, ამიტომ ჭარბი ლიკვიდობის რისკები ბაზარზე აღარ დგას და მაშინ იყო დაანონსებული რომ ეს ინიციატივა იყო დროებითი, ამიტომ დამატებით კიდე ასეთი მკაცრი ინსტრუმენტი საჭიროა ბაზარზე აღარ იყო და ასევე მეორე ხარისხს ხედავთ რომ გლობალურად ფინანსური პირობები მკაცრდება, ეს შეეხება უცხოური ვალუტის ფინანსებსაც, ხედავთ რომ არის რისკები რომ იგივე შეერთებულმა შტატებმა სხვა ცენტრალურ ბანკებმა კიდე უფრო გაამკაცრონ მონეტარული პოლიტიკა, ამიტომ ეს გაზრდილი განაკვეთები რომ არ გადმოეცეს ქართულ ბაზარს, ამის საპირისპიროც იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და შედეგად ამას ექნება ცხადია პოზიტიური გავლენა, ერთი რომ თუ ასეთი გამკაცრება კიდევ გაგრძელდა გლობალურად უფრო ნაკლებად გადაეცეს ჩვენ სასხებლებს და ზოგადად იგივე SME სექტორში ან მსხვილ კორპორაციებში რომელიც კვლავ უცხოურ ვალუტას ესხულობს, მათთვის ასე ვთქვათ, სასხელებლის ხელმისაწვდომობა არ შემცირდეს, პირიქით გაიზარდოს. და კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება, ეს ეხება არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხებს, ზედაზღვარი გაიზარდა. ამ ნაწილშიც ავხსნათ დეტალურად თუ რასთან გვაქვს საქმე, ვის ეხება და რას ნიშნავს, რადგან ინტერნეტის სეში გამოიწვია ასთა სხვადასხვაობა, რაც ინფორმაციის ნაკლებობით იყო დიდწილად ალბათ გამოწვეულ.
დიახ, შეგვიძლია პირდაპირ თქოთ ინსტრუმენტზე ვისაუბროთ, როგორ მოქმედებს ეს თქოთ ცეცხლებელი, როდესაც მიდის ბანკში, ჩვენ ყველა უკვე შევეჩიეთ ამ პროცესს, რომ ბანკი ამოწმებს თქვენ შემოსავალს და აქ შემოდის კიდევ ერთი პირობა, რომ ბანკმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს შემოსავლის ვალუტას. თუ თქვენ გაქვთ უცხოურ ვალუტაში შემოსავალი, მაგათად გზავნილი გაქვთ დოლარში, თქვენ შეგიძლიათ აი ეს უცხოურ ვალუტის სესხი, მაგრამ თუ თქვენ შემოსავალი არის ლარში, თქვა დასაქმებული ხართ საქართველოში, ამ შემთხვევაში სესხის თანხა თუ 1 მილიონ ლარზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში ბანკს ასე თქვა შეზღუდვას უწესეთ, რომ არ გასცეს უცხოურ ვალუტის სესხი, იმიტომ რომ სესხებელი იქნება დაუცველი, ჩვენ გვაქვს მცურავი გასვლითი კურსი, ხედავთ რამდენ მაღალია რეგიონში თუ გლობალურად რისკები, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მოხმარებელმა სავალუტო რისკი აიღოს, ახლა არის ეს ჭარბი რისკი, ამიტომ შედარებით მოწყვლად სესხებლებს, რომელიც მცირე თანხებს ესხულობენ, მათთვის არის ეს პირობა დადგენილი, რომ მათი შემოსავალი უნდა იყოს უცხოურ ვალუტაში და ამ შემთხვევაში ბანკ შეუძლია რომ გასცეს უცხოურ ვალუტის სესხი, სხვა შემთხვევაში უნდა გასცეს ლარის სესხი, რომ ეს სასწავლებლები იყვნენ დაცული პირველ რიგში და ასევე ფინანსური სექტორიც იყოს დაცული, რომ თქვა თუ მათ სესხი ვერ გადაიხადეს, ეს ფინანსური სექტორისაც ტვირთია. ჩვენაც ლიმიტი პირველად 2017 წელს შემოვეთ 100,000 ლარი იყო და შემდეგ ეტაპობრივად ვსდიდით ხოლმე, მიმდინარე მდგომარეობით ეს არის 750,000 ლარი და 1 ივლისიდან უკვე 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხებით ამავე პირობით უნდა გაიცეს, რომ სასწრებელს უნდა კონდეს იმავე ვალუტაში შემოსავალი, რომ აიღოს ეს ვალუტის სესხი. ბატონ დავით, რომ ვისაუბროთ უფრო ფართოდ, რა არის დღეს ქართული ფინანსური სექტორის მთავარი რისკები, რომ გვიჭრეთ და შემდეგ უკვე ვისაუბროთ ინფლაციურ წნეხზე, როგორია ვთქვათ პროგნოზები ამ ნაწილში, შეიძლება ეს იყოს გრძელვადიანი გავრცობილი პროცესი, თუ გვაქვს რაღაც მოკლევადიან შოკთან, რაც არის გამოწვეული გარკვეული ფაქტორებით. ფინანსურ სექტორზე მოგახსენებთ, დღეს საბანკო სექტორი არის ჯანსაღი და ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო დრო უდგას, თუ შევხედავთ თქვათ სესხების და დაახლოებით 15% და არის ჯანსაღი მაჩვენებელი, აქტივების ხარისხს თუ შევხედავთ, თქვათ უმოქმედო სესხები არის 2.6%, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მომგებიანობა სტაბილურია ბოლო 10 წლის განმავლობაში. თუ შევხედავთ ლიკვიდობას, კაპიტალს, თქვათ ყველა ეს ბუფერი რისი დაგროვებაც ჩვენ შეგვეძლო და რაც ასე თქვათ მოწინავე პრაქტიკად ითვლება შეგვიძლია ითქვას რომ დაგროვებული ვაქვს, ანუ ფინანსური სექტორი არის სრულად ჯანსაღი, თუმცა ცხადია არსებობს გამოწვევები და პირველ რიგში ეს არის სწორედ დოლარიზაცია, როდესაც ვისაუბრეთ რომ და ამიტომაც არის ეროვნული ბანკი ეტაპობრივად თქვათ ახალ ინსტრუმენტსაც ამოქმედებს. თუ შევხედავთ სესხების დოლარიზაციას, ის თქვათ 42% არის, ანუ თითქმის ყოველი მეორე სესხებელი უცხოურ ვალუტაში სესხულობს, რაც ცხადია სავალუტო რისკებს ქმნის, თუმცა ტენდენციები, მაგალითად დეპოზიტების ხარისხს გვაქვს საკმაოდ პოზიტიური, გასულ წელს სანაბრების დოლარიზაცია იყო 53%, ახლა არის 57%, ანუ მიანაბრეები კიდევ უფრო მეტად ენდობიან ადგილობრივ ვალუტას, თქვათ და ისინი ყიდიან დოლარს და ყიდულობენ ლარს და ეს დოლარის თო ჩვენ რეზერვებში გროვდება, რეზერვების ადეკვატურობაც იყო ერთ-ერთი გამოწვევა, რაც იგივე ეროვნულ ბანკს ჰქონდა და ზოგადად მაკროეკონომიკური გამოწვევა იყო და აქაც კარგი პროგრესი გვაქვს, ეროვნული ბანკი აგრძელებს ინტერვენციებით უცხოურ ვალუტის რეზერვების დაგროვებას. რისკების კუთხით სადია ერთ-ერთი მთავარი რისკი, რაც არის, ეს არის გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობა, სამხედრო კონფლიქტები და ამასთან დაკავშირებული ის ეკონომიკური პრობლემები, რაც ამას თან ახლავს, თუმცა ცხადია, ამის საპასუხოდ ჩვენ არ შეგვიძლია რამე კონკრეტული ღონისძიებით ეს შევარბილოთ, თუმცა ჩვენი პოლიტიკა, იგივე მკაცრი პოლიტიკა ხშირად მიმართული ფინანსური სექტორის გრადობისკენ იქით არის მიმართული, რომ ასეთი შოკებისთვის ვიყოთ მზად. კი ბატონო, და რაც შეეხება ინფლაციას, რომელიც 5.9%-ია, მიზნობრივი ვიცით, რომ 3%-ია, ეს არის როგორია შეფასება და მოლოდინები, ეს არის თქვათ დროებითი შოკი თუ შეიძლება საქმე გქონდეს სტრუქტურულ პროცესთან. ინფლაციასთან მიმართებაში 5.9 ნამდვილად მაღალი არის, თუმცა ასევე ჩვენ უყურებთ ხოლმე რა არის თქვათ იგივე საბაზო ინფლაცია, სერვისების ინფლაცია, რომელიც არის ძირითადად ადგილობრივი ბაზრის მაჩვენებელი, თქვათ და ის, რაზეც ეროვნულ ბანკს აქვს გავლენა, იმიტომ რომ საერთო ინფლაციაში შედის იგივე ნავთობი, ბენზინი და მასთან დაკავშირებული პროდუქტები, ანუ მაჭრობადი პროდუქტები, სასაქონლო პროდუქტები, რაც ცხადია ეროვნულ ბანკი ვერ ახდენს გავლენას და ამ წუთას ინფლაციის ძირითადი რისკები სწორედ ამ სეგმენტიდან მოდის. პირველ რიგში ეს არის ბენზინის ფასი და საწვავის ფასი ზოგადად. ცხადია ამაზე გავლენა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გავლენა გვაქვს ადგილობრივ ბაზარზე და ჩვენი პოლიტიკა არის იქით მიმართული იგივე გამკაცრებით 0.25% პუნქტი, რომ შევამციროთ მოლოდინები და გვაქვს ეს მოლოდინი საბაზო სცენარში, რომელიც უშვებს, რომ ამ კვარტლის განმავლობაში, თქვათ იგივე ჰორმუზის სრუტეში კონფლიქტი იმ დონეზე მოგვარდება, რომ გაიხსნას სრუტე და ასე თქვათ ის წვეტა, რაც გვაქვს მიწოდების ჩათვლაში აღარ იყოს. ამ შემთხვევაში ველოდებით, რომ უკვე შემდეგი წლისთვის ისევ ჯამონი ინფლაცია, როდესაც ეს ეფექტი ამოიწურება და დაუბრუნდება მის მიზნობრივ მაჩვენებელს 3%. თუმცა ცხადია ამ
სცენარს აქვს დიდი გაურკვევლობა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ სოფლიოში თქვა შესაძლებელია ეს კონკრეტული კონფლიქტი ამოიწუროს, თუმცა ძალიან ბევრი სხვა გამოწვევა არის გლობალურ გეოპოლიტიკურად, ამიტომ რისკები ძალიან გაზრდილია და ამიტომაც არის რომ ჩვენ მქონდა გამკაცრებული პოლიტიკა 8% და ეს 8.25% კიდევ უფრო გამკაცეს სწორედ მაგიტომ რომ რისკებს უპასუხებთ. ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობაზე მინდა გითხოთ, რამდენად იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში და რა როლი აქვს ამას? ზოგადად ჩვენ გვაქვს სრულავი გაცვლითი კურსი, რაც ნიშნავს, რომ გაცვლითმა კურსმა სრულად უნდა ასახოს ის ბაზრის ტენდენციები და ფუნდამენტური ფაქტორები და ამ კუთხით, ასე ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკის ძირითადი მიზანი არ არის, თუმცა ცხადია ამ ქვეყანაში სტაბილურობის აღქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გაცვლითი კურსი და ამას უყურებთ ჩვენ ცხადია და მეორე მხრივაც გაცვლითი კურსი ასახავს ჩამორად მაკროეკონომიკურ ტენდენციებს და ის სტაბილურია, იმიტომ რომ მაკროეკონომიკური გარემო არის სტაბილური, ხო? მარტის თვეში ჩვენ გვქონდა ეკონომიკური კურსი და 10% და ბოლო 5 წლის საშუალოდ 9%-ზე მეტი არის, ამიტომ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, სტაბილურობა სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხითაც რეზერვებს ვაგროვებთ, ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ძლიერი შემოდინებები, რაც ბოლო პერიოდში ჰქონდა, გაგრძელდება და ეს რეზერვების პოლიტიკაც, დაგროვების პოლიტიკაც გაგრძელდება და გაცვლითი კურსის სტაბილურობაც იქნება, თუმცა ისევ და ისევ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ გაცვლითი კურსის კონკრეტული პროგნოზი, იმიტომ რომ ის ისეთ ფაქტორებზეც არის დამოკიდებული, როგორც არის რეგიონში არსებული სიტუაცია ან ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გაცვლითი კურსები. ამიტომ ცხადია რისკები მაღალია. რომ მიუბრუნდეთ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის ეფექტებს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან დაკრედიტებაზე, რომ გითხრათ და კომერციული ბანკებისგან თუ ელით საპროცენტო განაკვეთების დას? ცხადია პოლიტიკის გამკაცრებას ბუნებრივად მოყვება ის, რომ საპროცენტო განაკვეთები ბაზარზე მცირედ გაიზრდება ლარში და ცხადია ბაზარზე შეიძლება იყოს სასწრებლები, თქვა იგივე ვინც გრძელვადიან სასწრებს, იპოთეკურ სასწრებს, მათთვის შეიძლება იყოს ეს დამატებითი ტვირთი, თუმცა ეს არის ძირითადი ინსტრუმენტი ცენტრალური ბანკის, რომ ებრძოლოთ ინფლაციას, იმიტომ რომ თუ ჩვენ ინფლაციური მოლოდინები არ შევანელებთ და თქვა იგივე ინფლაციას არ მივიყვანოთ მიზნობრივ მაჩვენებელზე, ეს იქნება ეკონომიკურად უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე ის დროებითი პრობლემა, რომ თქვა საპროცენტო განაკვეთები აისახოს სესხის განაკვეთებზე. ჩვენ ერთი რასაც ყოველთვის ვცდილობთ მოსახლეობას მოუწოდოთ, რომ იგივე ცხოველად განაკვეთი ენესესხები გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა კარგია რომ მომხმარებელს ესმოდეს, რომ ეს რისკი არ აიღონ და აიღონ თქვა უბრალოდ ფიქსირებული განაკვეთი ენესესხები და ასევე ჩვენი რეგულაცია უშვებს, რომ საშუალოდ სასხებელს ბანკი როდესაც აძლევს, უნდა დაუშვას 3%-ული პუნქტით საპროცენტო განაკვეთების და სასხებელი ფინანსურად ამისთვის ზად უნდა იყოს. ანუ ეს არის ისეთი ტვირთი, რასაც სასხებელი აიტანს, თუმცა გვესმის, რომ ნებისმიერი თუნდაც 1%-ული პუნქტით სასხლის გაძვირება სოციალურად ეს რისკი არის, თუმცა ანუ ასე მუშაობს მონეტარული პოლიტიკა და ეს არის absoliut მის გვერდითი სამწუხაროები. აი, მცირე და საშუალო ბიზნესზე მინდა გითხოთ კონკრეტულად რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენმა გადაწყვეტილებებმა და ეს უფრო მეტად არის თუ არა მათთვის სტაბილურობის მომტანი? ზოგადად ეს მაინც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები არის ეს დროებითი გადაწყვეტილებები და ინსტრუმენტი, მაგრამ მისი მიზანი არის ძლიერად ფასების სტაბილურობა, რაც არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი წინაპირობა და ვფიქრობ, რომ ბიზნესისთვის, მათ შორის მცირე ბიზნესისთვის თავი არის ძლიერად მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ან ჩვენი პოლიტიკა აქეთაა ეს მიმართული და ჯამში ამას ექნება დადებითი ეფექტი. მოკლევადიანი ეფექტი არის ის, რომ კი საპროცენტო განაკვეთები შეიძლება აისახოს, ეს გამოწვევა არის, თუმცა ახლა გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ეს რაიმე გადახცუნარიანობის ან სხვა რისკებს, მათ შორის მცირე მეწარმეებისაც არ გამოიწვევს. რაც შეეხება მეორე შერბილებას, ეს თქვა სარეზერვო მოთხოვნების კუთხით, ეს პირიქით ჩვენ ვცდილობთ, რომ გარედან მომდინარე, თქვა საპროცენტო განაკვეთების ზრდა ნაკლებად აისახოს ადგილობრივ ბაზარზე, ანუ სარეზერვო მოთხოვნების შერბილება პირიქით იგივე SME სექტორისთვის და მათ შორის შედარებით მცირე კორპორაციებისთვისაც დადებით შეიძლება იყოს სასხებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ეკონომიკური ზრდა ახსენეთ თქვენ 6.5% არის ეროვნული ბანკის პროგნოზი წლიურად ეკონომიკური ზრდის. მაღალი განაკვეთი რამდენად შეიძლება გახდეს მიზეზი ეკონომიკური ზრდის შეანელების და ასევე თუ განიხილება თქვათ პროგნოზის გადახედვა. ჩვენ თუ შევხედავთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, პრინციპში ბოლო უკვე 3-4 წელია ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ პოზიტიურად ხდებოდა ამისი გადახედვა, მათ შორის ეს ბოლოსდაც პოზიტიური იყო. ჩვენ თუ შევხედავთ პირველ კვარტალს, საწყისი მოლოდინი იყო, რომ ეს ყოფილიყო დაახლოებით 6%-ის და მაგრამ ხედავთ, რომ 9%-ზე მეტი არის პირველ კვარტალში და მარტში სულაც 10.2 იყო. ცხადია ეს შესაძლოა დიდხანს ვერ ჩინარჩუნდეს. ჩვენ თუ შევხედავთ გლობალურად საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი
ყველაზე მაღალი მსოფლიოში და ცხადია ისა რომ თქვენ ფიქრობთ და ჩვენ პროგნოზით არ უნდა დაუბრუნდეს გრძელვადიან მდგრად დონეს, რომელიც არის დაახლოებით 5%-ზე ცოტა მეტი. თუმცა მიმდინარე წელს ჩვენ ვინარჩუნებს დის პროგნოზს 6.5-ს და ვფიქრობთ, რომ ესეც საკმაოდ ძლიერიც და არის. თუ შევხედოთ რა რისკები არის გლობალურად და ის რომ გლობალურად პირიქით ხდება, ძირითადად გადახედვა არის ეკონომიკური ზრდის ნეგატიური რისკი მთელ მსოფლიოში. ამიტომ ამ ხრივ კარგი ტენდენციები გვაქვს. ცხადია ჩვენ პოლიტიკის გამკაცრება გარკვეულ შედეგს იქონიებს ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ისევ და ისევ ეს არის ასე ვთქვათ დროებითი ინსტრუმენტი და გრძელვადიანი ზრდისთვის არის უფრო ეს მაკროეკონომიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანი და ფასების სტაბილურობა, ამიტომ ამ ხრივ გრძელვადიანი ეფექტი მაინც დადებითი იქნება. და როგორც არაერთხელ ვახსენეთ, ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელი ინფლაციის 3%-ია, რამდენად რეალურია მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე 2026 წელს ამ მიზნამდე მისვლა. მომავალ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე თუ არის დაშვება, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს რეფინანსირების განაკვეთი და რა შემთხვევაში შეიძლება უკვე გადავიდეს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე? ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ინფლაციის ძირითადი ფაქტორი არის ისევ და ისევ გლობალური ეს სასაქონლო პროდუქტების გაძვირება, რადგან ეროვნულ ბანკს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს, ამიტომ სამწუხაროდ ვთქვათ, მიმდინარე წელს ჯამური ინფლაცია იქნება მიზნობრივზე მაღალი, თუმცა ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ როდესაც ეს ასე ვთქვათ დროებითი იმედია ეფექტი, ვთქვათ, ნავთობის გაძვირების ამოიწურება, ის ინფლაცია უკვე 2027 წელს დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. ჩვენ გქონდა მკაცრი პოლიტიკა, კიდევ უფრო გავამკაცრეთ ამ 0.5%-ით, ამიტომ გვაქვს მოლოდინი და ჩვენი პროგნოზი ასეთია, რომ ის დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს. თუ გამოიკეთეთ დამატებით რისკები, ცხადია, ჩვენ შეიძლება მოგიწვიოს დამატებით გამკაცრება, მაგრამ სხვათანაირ პირობებში ჩვენი ნეიტრალური განაკვეთი არის დაახლოებით 7%, ამიტომ მას შემდეგ რაც ეს ინფლაციური წნეხი ამოიწურება, ჩვენი მოლოდინი არის, რომ პირიქით საპროცენტო განაკვეთებს და პოლიტიკის განაკვეთ შევამკვიდროთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით სტუმრობისთვის, განმარტებებისთვის, თქვენი გუშინ მიღებული გადაწყვეტილებების. დავით უტიაშვილი სების ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებებზე, რომელიც გუშინ სებმა მიიღო.